ხშირად ჩვენ ხდებით ასეთ სურათს, რომ დეკორატიულია ძალიან სვეტისებრი კვიპაროზი, მაგრამ დიდი თოვლის შემდეგ, ან დიდი წვიმების შემდეგ, ან დიდი ქარის შემდეგ, ჩვეულებრივ ის ან გადაიხრება, ან აი ასე გადაიშლება, გადაიფარშხა და დაკარგა მან თავისი დეკორატიულობა. ახლა ეს გარკვეული დროის შემდეგ გამოშრება, რა თქმა უნდა, თქვენ ახლა ხედავთ, აქ დათოვლილია ამ დიდი თოვლის შემდეგ, ახლა გახლავთ იანვრის თვე. გაშრობის შემდეგ, რა თქმა უნდა, ის ცოტას აიწევს, მაგრამ მისი დეკორატიულობა მაინც არ აღდგება, ის თავის პირვანდელ მდგომარეობას არ დაუბრუნდება. გამოსავალი ამ დროს რა არის? ასეთ შემთხვევაში ჩვენ იძულებული ხდებით, რომ ეს ტოტები მოიჭრას. ეს ტოტები დამოკლდეს, მაგრამ დამოკლდეს ისე, რომ შევჩერდეთ შიგნით მიმავალ ტოტზე. თქვათ, აი ასეთი. აი აქ უნდა მოიჭრას, რომ ამან აიღოს კვება და შიგნით იყოს მიმართული. არა გარე მიმავალ ტოტზე, არამედ შიგნით შევარჩიოთ შიგნით მიმავალი შედარებით ძლიერი ტოტი და მას უნდა დავეყრდნოთ. ახლა რამ გამოიწვია ეს? აი ეს რამ გამოიწვია? როდესაც სცენარი არის ჯერ კიდევ პატარა, ნერგი, 2 მეტრი, 3 მეტრი, სანამ მიწვდებით, არ უნდა დაუშვათ, რომ აი ასეთი კონკურენტი ტოტები წამოვიდეს. სანამ ის არის აი ამ ზომის, აი ამ დროს უნდა შეამოკლოთ. აი ასეთი რო არ გაიზარდოს. ეს ერთი, მეორე, აი თქვენ ხედავთ, რომ ცალკეულ ადგილებში აქვს გაორება, ნახეთ, ესაა კონკურენტი ტოტი. ეს უკვე არის ძალიან თავის დროზე, ეს რომ გადაჭრილიყო აქ. აი აქ რო გადაჭრილიყო, აი სადაც შეერთების ადგილი არის, აგერ არის შეერთების ადგილი. ასეთ შემთხვევაში მას უკეთესი დატოტვა ექნებოდა. ყოველთვის ეცადეთ, რომ მას ჰქონდეს ერთი ცენტრალური ლიდერი და მასზე იყოს მოკლე ზომის ტოტები. როდესაც ის პატარაა, პატარაობაში, როდესაც 2-3 მეტრის არის და ამ დროს თქვენ შეძლებთ მის დამოკლებას, შემდეგ ის დიდობაში არ გაიზრდის დიდ ტოტებს. კონკურენტი ტოტები არ ექნება და ასეთ სურათსაც არ მიიღებთ. ახლა გამოსავალი არის, რომ ეს გაიკრიჭოს სანამ მივწვდებით. აგერ არის განტოტება 2 ტოტი ერთად. მახვილი კუთხით, ის კონკურენტია. აი იმისგანაც წამოვიდა კონკურენტი და ნახეთ უკვე კონკურენტი ტოტი და გადაიხარა ის აქეთ. აი ამაზეა სწორედ ლაპარაკი. ეს არის გასათვალისწინებელი. იდეალური არის, როდესაც აი ასეთი ერთი ცენტრალური გამტარია და დააკვირდით, მას შედარებით მოკლე ტოტები აქვს. არა აქვს კონკურენტი ტოტები. შედარებით მოკლე ტოტები აქვს და ეს დარჩა ფაქტიურად შეინარჩუნა თავისი ფორმა. ეს სრულიად აღიდგენს თავის დეკორატიულ ფორმას.